მადლობა, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე. ხმაური იყო დღეს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე, სადაც მეორე მოსმენით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავდნენ. სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებული საკითხის ახალი წესი დარეგულირება ტელეკომპანიების წარმომადგენელთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. ინიციატორები კი აცხადებენ, რომ კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის პროგრამაში პროდუქტის განთავსების წესები და ხანგრძლივობა ევროკავშირის დირექტივების თანახმად დგინდება. ტელეკომპანიების წარმომადგენლები დღეს კანონპროექტიდან იმ მუხლის ამოღებასაც ითხოვდნენ, რომელიც ანონსებში სპონსორობის აკრძალვას უკავშირდება. სამსათიანი ხდომის შემდეგ კანონპროექტს კენჭი უყარეს და მას კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი წინააღმდეგ ხმა მხოლოდ თავისუფალმა დემოკრატმა ზურაბ აბაშიძემ მისცა. ანონსებში არ შეიძლება სპონსორობის განთავსება, იმიტომ რომ ის არ იქცეს სარეკლამო მომსახურებად, კერძოდ მოგეხსენებათ ევროდირექტივებითაც ასეა და ზოგადადაც ასეა. მე ზუსტად ვიცი რომ წავალ და მოვიგებ სასამართლოს და შევქმნი პრეცედენტს. ბატონი ბექაური პირდაპირ იმუქრება. პირდაპირ გვემუქრება ბატონი ბექაური და ეხა აი ამის მერე და ამ რიტორიკის მერე დაზღვევა გჭირდება ტელევიზიებს რომ ის ბოროტად არ ისარგებლებს თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით. დღეს ამის ამოქმედების საჭიროება არ არის და შესაბამისად ეს ბადებს უზარმაზარ ეჭვს და ეს იწვევს იმ ბრალდებებს, რაც თქვენ არ მოგწონთ ბატონ ზურაბ იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა როდესაც ჩქარობს ხელისუფლება, ეს არის მედიის დამოუკიდებლობის, მედიის შემოსავლების და სარეკლამო ბაზრის წინააღმდეგი. დღეს კი არ დავიწყეთ ჩვენ ამ დირექტივებთან მიერთება. ჩვენ გავაგრძელეთ ის დაწყებული საქმე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს რუსთავიოს, რომელიც არ ეთანხმება ამ კანონმდებლობის ამოქმედების ვადას. დანარჩენი ყველა საკითხი, რომელიც კი დაისვა ამ ჯელობების დროს და კომპანიების მაუწყებლობის მხრიდან არის გათვალისწინებული.